ესე იგი ახალი წლის პირველი დღეს, მეორე დღეს და მთელი წელიც არის ღმერთისღეში. ამიტომ დავემორჩილოთ ღმერთსა და ვიქნებით ბედნიერები. მამა, ეხა სურვილებს ბევრ წმინდანებს უწევენ ხოლმე ეს საბერძნეთში მაგალითად დადებენ ხოლმე იმასთან, ლუსკომასთან, იმასთან. აი, ამ შემთხვევაში სად არის გამართლებული აი სურვილის დაწერა ან თხოვნა თუ შეიძლება? მე ხშირად მოყავს მაგალითი, რომ ახლა მე რო ვარ მონასტერში 93 წლიდან. მე ხედავ რომ მამა ანტონი მეხმარება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყველაფერს განაგებს ღმერთი, ის წმინდა ნიკოლოზი იქნება, წმინდა გიორგი თუ მამა ანტონი თუ წმინდა ნინო. ესე იგი ღმერთის ხელით ხდება. ღმერთის ხელით ჩვენი სულების შესრულება და თუ თხოვ და არ გვისურდება, იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რატომ ამავეში იყამნება შენი. იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთმა უკეთით ის ჩვენთვის რა არის უკეთესი ჩვენი სულის ცხონებისათვის. რამდენია რომ დავუშვათ თანამდებობა რომ მიეცა, ეს უთქვია რომ მე გამარჯობა აღარ იცის ან ქონება თუ იშოვა ადამიანმა. თუ ადამიანობას დაკარგავ, როგორ ცხონდები? და ამიტომ ისე თქვა მინდა რომ შენ ერთია რომ გინდა, მაგრამ ღმერთმა უკეთით შენ სულისთვის რა უკეთესია. ხან თუ ხდება დამცირება ცხოვრებაში და შენ შეიძლება მართალიც იყო იმ შემთხვევაში, შენ უნდა იცოდე რომ ტყუილად არაფერი არ ხდება ცხოვრებაში და ხშირად მოყავს მაგალითი რომ კვირს რო ვიღებ და ოპერაციას რო ვიკეთებ, ხო სიამოვნო პროცესია, მოხდა საჭიროა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ასევე თანდაბლებისთვის ღმერთი უშვებს წარი წამასაც რომ სული ცხონდეს, რომ დამდაბდეთ. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში უნდა მივიღოთ მადლიერებით. იმით წმენით რომ როგორც შეგვიძლია ზრუნავს თავის შვილზე, ასევე ყველაფერი კარგი უნდა. ასევე ღმერთი ზრუნავს ჩვენთვის და ამიტომ ვისაც ნეტარია ვინ, ვისაც წმენა აქვს ღმერთის. აი სხვაზე თუ თხოვ ხოლმე, რომ ისე არ დაგტოვებს ღმერთი. აი ამ შემთხვევაში, აი როგორ არის სხვაზე ზრუნვით? შეიძლება რომ შენ უფრო მეტი მოგეცეს? აი ვინც ესე იგი სხვაზე ზრუნავს, სიკეთეს აკეთებს, მაშინ შემოდის სიხარული, იმას ქვია სული წმინდით. მე ხშირად ვადარებ რომ აი მზისგან მოდის სითბო და როცა მზიანი ამინდია, რაღაც სხვანაირი ხასიათზე, როცა ღრული ამინდია, სულ სხვა ხასიათზე ხარ. და როცა სული წმინდა ადამიანშიც და ესე იგი შენ აი მე მაგალითად მიხარია როცა დაბადების დღე მაგ როცა მჩუქნიან, როცა მაქებენ, მაგრამ ესა ადამიანური სიხარული. მაგრამ ღვთაებრივი ღვთის გამოსული სიხარულისა, როცა მოწყალებას გავცემ, როცა სიკეთეს ვაკეთებ, იმას ქვია სიხარული ღვთაებრივი. ამიტომ ძალიან ცოცხლები ვარ, თუ გვაქვს საშუალება გავცეთ მოწყალება, დავეხმაროთ გაჯიბრებოს დავიცათ დაჩაგრული და ღმერთი იქნება ჩვენში. მადლობა. დაგლოცოთ ბეთო.